მონაწილე დამაგავეს სამშობლოს სიყვარულის გამო ეგრევე ტროტუარზე დგომის გამო. ადრე გზის გადაკეთვაზე გვაჩარიმებდნენ, ტროტუარზე გადავედი, ტროტუარზეც მიდადგებიო. გზის გადაკეთვაზე ვარ 7 ჯერ დაჯერებული. ჯამში 35,000 ლარი. ის არარეალურია ჩემთვის რომ გადავიხადო ეს თანხა. ფიზიკურად არის რამდენი წელი უნდა ვიმუშაო რომ გადავიხადო ეს. გამორიცხულია. რა თქმა უნდა, მოქმედებს ახლა დადებითად მოქმედა მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ეგრე ხდება რა, ახლა ომშიც რო ვიყავი პირველი დღეები ნახდად ძალიან მეშინოდა, მაგრამ უნდა გახვიდე რა. იმიტომ რომ უკან დასახევი რო არა გაქვს, ხო, უნდა წახვიდე წინ, ესე იგი, ასე მწამს და სხვასაც მოუწოდებ რა. დაძლიეთ თქვენში ეს კომფორტის ზონიდან გამოდით, დაძლიეთ შიში. დავდგეთ ერთად. ოცნების მიზანი აშკარად ესაა, რომ ხალხი გააჩეროს. მაინც მოდის ხალხი რა, ეგრე ვთქვათ, თავის თავში პოულობს ძალას, რომ დათქმულოს ეს შიში და გამოვიდეს ეს. ნამდვილად არ მეგონა რა, ისევ ამ ჭაობში დაბრუნება მოგვიწევდა. ნახდად არ მეგონა. ინდონეზზე მოუწყდით ამ ორბიტას რუსულს. ანუ სამწუხაროდ ვაბრუნებენ ისევ განათლებაშიც როგორ ერევიან და უცხოეთში არის სწავლა, წადი რუსეთში, საერთოდ ტაგანოგში უნდა გავუშვათ ჩვენი შვილების სასწავლებლად. არის. ძალიან კარგი ადამიანია, სამართლიანი, პატრიოტული კაცია. თავის სამშობლოზე შეყვარებული და არ უყვარს უსამართლობა რა. და ზუსტად მის მსხვერპლიც არის რა, რომ აი თავის ქვეყანაშიც ვერ აიტანა უსამართლობა, აქაც ებრძოდა და საბოლოოდ ორი უსამართლობა შეთანხმდა, რომ გაასამართლონ სამართლიანი ადამიანი. არ მოუთხოვიათ აღიარება, იდო კადრები ხო დგევარ და რაღაც მომენტში შეიძლება ვიღაცას მოუწია ცოტა გვერდზე გაწევა და გაევლო რა ჩემ გვერდზე. ეს არ არის მგონი პრობლემა დიდ ქალაქებში ყოველთვის ასეა და რამდენჯერმე გადაანედო სასამართლო, ნუ კაპანაძეს ვთქვი გამოირჩევა უფრო ლოიალურობით, თქვენი საქმე არ გაუფუჭება ამ სიტყვებით. სისტემის წარმომადგენლებს ამჩნევთ რაიმე ნიშნებს, რომ გამოფხიზლება დაიწყო მათ რიგებში? აი, თევზმა თქვა რიცხლით მაგდა სავსე ოწორო მეც ვიტყოდი რამესო ისე ჭირთ მე მგონი რა. მე ვფიქრობ ძირითად მასა მაინც ხვდება რომ რა დღეშია სამშობლო და რის წინაშე ვდგევარ. მე მგონი მოვადრო და ნუ გადმოღვრიან ამ წყალს და იყრიან საქმეს ისიც ალბათ არის. შემდეგ ჯერზე შეიძლება უფრო მკაცრი იყოს სასჯელი, მაინც იდგებით რუსთაველზე? რა გზა გვაქვს? რა გზა გვაქვს? უნდა დავდგეთ რა. ვინ ჩვენ თუ არა?